Салами чему каргебу. Здравствуйте, мои дорогие друзья. Сейчас я сперва скажу кандидатов, назову кандидатов в этом партии. Социалистический блок консервативный. Членах, да, опять вот эти, опять вернулся, как его, Мамука Картозия. Мамука Картозия. გადმოვიყვანე ისევე დავაბრუნე. ხოდა მეტი არ გავიგონო მე რომ რუსეთზე საყვედური რო თქვა ჩემო კარგო მამუკა როგორ ურუსეთოთ ჩვენ არ ვარ გვართ საქართველები არ ვარ გვართ რუსეთოთ. ამიტომ ზური ნაჭყებიას მაგივრად მამუკა კარტოზიამ გადმოინაცვლა და ზური ნაჭყებიამ ქვევით გადაინაცვლა. დანარჩენი როგორც იყო ისე არის ყველაფერი. ეხლა კანდიდატებს ვასახელებ. ლუიზა პატარაია, თენგიზ კუნჭულია, მაია ნიკოლეიშვილი, იაკობ ჯერემი, ქეთი პატარაია, თამაზი სეირანოვი, ხიქმეთ ხასანოვი, ალიკა ასლანიანი, ფერაი კურბანოღლუ, მელიქიშვილი ხათუნა, ია ხალვაში, ნინო პაატაშვილი, ლიანა რამაზაშვილი, როზეტა კუპრავა, ეკა ძამაშვილი, მარიამი ლომინაძე, რუსუდან მახარაძე, დავით ახვლედიანი, თენგო ომანიძე, მანუჩარ მაჩაიძე, კობა კუპრაძე, ალა ალოიანი, თიკო ჩაგელიძე, თემურ შენგელია, ნინო ჭიჭინაძე, ეკა სოხაძე, ნანა გულუა, ნათელა სულუხია. შემდეგ გიორგი ზია ბერიძე, ზია მოდებაძე, მაია მაისურაძე, ვაჟა პატარაია, გიორგი პაპასკირი. ზია ბერიძე, გიორგი პაპასკირი. შემდეგ თამაზი ფირცხალაშვილი, რევაზ ოკუჯავა, ბელა მოდებაძე. ქეთინო, ბელა მოდებაძე. აქ უკავა ხო გადავიყვანე ზევით. გიორგი კანდელაკი, ნონა ჭკადუა, გია გოთუა. შემდეგ ონდიკაშვილი ილია, გულადი ბერიძე, ნინო ჯულაღიძე, ხამლეტ ჭიპაშვილი, ნინო ბენო ხალვაში, ნათია ცანავა, მერაბი როყვა, იკა ქობალია, ბესო ხალვაში, ზეზოა სარდალაშვილი, თამაზი მოლაშვილი. თათიას იგი ვერ დავიმახსოვრე გვარი. თათია იყო წამყვანი იმასთან გიორგი გოგიასთან რო იყო გადაცემა, ნინა ტარასოვა, გიორგი ახლოური, ალექსანდრე ზირაქიშვილი, ზაზა შელია, თამუნა მიქელაძე, დემურ გიოხელიძე, დავით ჩხეტია, დავით სულავა, თემური სტალუქვაძე, გიორგი გაბიზაშვილი, თაია აკაკი წურწუმია, ნონა ჟღარკავა, ივანე მეფარიშვილი, სპირიდონ ცქიფურიშვილი, გიორგი ქარცივაძე, ოთარი ჯულუხაძე, ბაქარი ბერეკაშვილი, დავით კალანდია, ნიკა ბექაური, შოთა ისტორიკოსი რო იყო, ელდარ კუპრავა, გოჩა ცოფურაშვილი, თამარ ალადაშვილი, ლევან მამფორია, შორენა გიორგაძე, კოტე მიქაძე. შემდეგ ბადრი მარგიანი,
ჯუმბერ თავართხილაძე, თემურ გოქსაძე, ლიზიე შერვაშიძე, დოდო ბაღდავაძე, დავით ნემსაძე მაინც ჩავწერი აქ, მაგრამ რა ვიცი, სხვა ჩავწერი დავით ნემსაძე იქ არის ჯერ, მაგრამ ხო, სხვა ჩაიწერება ერთი განთავისუფლება. ალექსანდრე კობაიძე, რუსო დოღონაძე, ფატი ბროლაშვილი, ზაური აბულაძე, დავით შირგაძე, კახა დაუშვილი, კობა სტილაგავა, ქეთი დოლიძე, ნიკა ჩირგაძე, თორნიკე ტოროშელიძე, ლევან ჩაჩუა, გიგლა გობეჩია, გიორგი მდივანი, ლიზი სუხიაშვილი, სოფიკო სოხაძე, ნანა კობახიძე, ბესო ჩუბინიძე, ენვერი ანდღულაძე, იური საჯველაძე, თეიმურაზ მელაძე, დავით კუხალაშვილი, დავით მარგალიტაძე, გია გაჩეჩილაძე, არჩილ მინდიაშვილი, ენზელა მაღალაშვილი, მაია მაჭავარიანი, მამუკა წკრიალაშვილი, ირინე გველესიანი, მაია მელაშვილი, ვახო ფიცხელაური, იოსებ ჯინჭარაძე, ჯამბულ ქავთარაძე, გოჩა მუმლაძე, ლევან კაშმაძე, შმაგი ლურსმანაშვილი, დათო პატარაია, გიორგი მამალაძე, გოჩა სულმანიძე, ჟიული სეფერთელაძე, გია კვაშილავა, ზური ნაჭყებია აქეთ გადმოვიდა, შემდეგ ავიკ მელქონიანი, ავიკ მელქონიანი, ვალერი წულაძე, ირაკლი იმნაიშვილი, დავით ჭაბუკაშვილი, ზაქარია როჯიკაშვილი, ხუციშვილი, ეთერი, ყუსა, გიო, ინგა, თაზო, სამტრედიელები ჩავწერეთ 10 პიროვნება, თქვენ თვითონ შეარჩიეთ 10 პიროვნება სამტრედიელები. შალვა მაღრაძე შეარჩიეთ თქვენ კიდე და თუ ჩამოხვალთ ლანჩხუთში კარგია 20-ში. შალვა მაღრაძე, ბელა ურშაძე, ბახვა ურუშაძე, ზაზა ფირცხალაიშვილი, ნუკა არველაძე, ირმა ცხორაგაული, აკაკი ასათიანი იქით წავიყვანი, მისმაგია სხვას ჩავწერა აქ. ნინო რატიშვილი, თენგო მონიძეს კიდო, ლიზი კვესელავა, მამუკა არეშიძე, თორნიკე ბოლქვაძე, გოჩა ჯოჯუა, რომან ჩხაიძე, თამუნა ლომია, ხო და კიდე არის ახლა აქ ერთი ადგილი, ერთი განთავისუფლდა, ორი ადგილი, სამი და მე კიდევ ერთს ბოლოს გამოვაცხადებ, ალბათ კიდევ 20-მდე, ხო და მე შევხედოთ საქმეს. აგენ ახლა ყველამ ხელწერები თუ არ შეარჩიეთ, შემოკარგებო ორ-ორი ხელწერა, მაინც არა თქვენი და ვიღაცამ, ზოგს მეუღლე ეყოლება, ზოგს ძმა, ზოგს და ხელწერები უნდა ჩააბაროთ, უნდა მოხდეს ეს ხელწერილი ან ჩემთან, ან იმასთან, რა ქვია, დიტო ჩუბინიძესთან, ეს ხელწერები. ხო, თორემ ისე ვერ გატარდებით იმაში, სიაში. ხო. ეხლა ჩემო რა მინდა ვთქვა. აუცილებლად თუ გვინდა ქართველებო თუ გვინდა რომე მოძალებულია, ხომ ხედავთ, მიგრანტები მოძალებულია, ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ არის, ყველაფერი. აგერ კიდე ზანგეზურის კარიდორი იხსნება, რო იძახით ბატონო იმან რა ქვია, ბატონო ედიშერ, ხო თვით რომ საქართველო ისო რა ქვია, უკვე ხომ ხედავ თუ ზანგეზურის კარიდორი გაიხსნა, მაშინ ტვირთები შეიძლება იქიდან წავიდეს, ხო და საქართველომ დაკარგოს ფუნქცია, ჩემოკარგებო. ამიტომ ჩვენ ურუსეთოთ არ ვარგვართ, ჩემოკარგებო, არ ვარგვართ ურუსეთოთ. აუცილებლად უნდა დამთავრდეს ის ხელმოწერების იგ, რა ქვია, ხო და ხელმოწერები რუსეთთან დიალოგი კი არა, დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს იმასთან, აღვადგინოთ უნდა დიპლომატიური ურთიერთობა. ახლა კიდე ერთი რამე მინდა,
თუ ანტიტერორისტული ცენტრი გაიხსნება. უყურე ახლა ზანგეზურის კორიდორი თუ გახსნა სომხებმა და იგენმა იქით არა, ჩვენ უკვე მოვექცევით იმაში, რა ქვია, სხვა იმაში, აღარ წავა ტვირთები აქედან და ტვირთბრუნვა მოიკლებს ჩვენთან. ამ ტრამაზე, ამ ტვირთბრუნვა მოიკლებს. ხო და ამიტომ უყურე, ამიტომ ჩვენი რუსი ძმები რომ არიან არა, იქ რომ აფხაზეთში სომხები რომ მამაძაღლობებს აკეთებდნენ, ეგერ ჩემი მეგობარი ოკუჯავას ოჯახი გადაუწვია სომეხს. იმას გავიგებ ჩვენ ვინ გააკეთა ეს. ხო და უნდა შეიქმნას შემოკარგებო ანტიტერორისტული ცენტრები, თუ არ შეიქმნა ანტიტერორისტული ცენტრი, არაფერი არ გამოვა. ერთი ბათუმში, სოხუმში, ცხინვალში და თბილისში უნდა შეიქმნას ანტიტერორისტული ცენტრები, სადაც იქნება ქართველი თუ დარჩა 100 კაცი, 200 რუსი უნდა იყოს. თუ დარჩა 50 ქართველი, 100 რუსი უნდა იყოს. ხო და ეს რუსი ჩვენი რუსი ძმები მოაგვარებენ ყოველგვარ პრობლემას. თუ გინდა იყოს, საქმეა, პაკისტანელი მოვიდეს და თუ ვერავინ ვერაფერს ვერ გაბედავს. შემოკარგებო, ეს ასია. თუ რუსეთთან ვიქნებით კარგად. კიდევ გეუბნე ის ატაბულაძე რომ ნაღდია, ის ნაღდია, ჭკვიანი კაცია ხო და ისიც ამაზე ამაზე და შემდეგ კიდე 3+3-ში აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ხო და ბრიქსში. ხო და მე მინდა ესენგეშიც რომ შევიდეს, როგორც ბელარუსია, აგერ ყირგიზეთი შევიდა, უზბეკეთი შევიდა, ტაჯიკეთი შევიდა. უკვე იქნებ მაშინ. ხო და აუცილებლად ჩვენც უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ არ გამოგვადგება, შემოკარგებო, ნატო და ევროპა, ევროპის ძახილი არ გამოგვადგება. ხო, ეხლა 20-ში გიწევთ ყველას ლანჩხუთის რაიონში, გიწევთ ყველას, ხო და ჩამოდით და გავიცნოთ ერთმანეთი და შემდეგ მოვილაპარაკოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო. გადასარჩენია საქართველო. ხომ ხედავთ, შემოკარგებო, ვერაფერი ვერ ფუნქციონირებს კარგად, ვერაფერი. უყურე, თბილისში ავარია მოხდა, ადამიანები დაიხოცა. სად იყო თბილისის არქიტექტორი, მითხარით ერთი, სად იყო არქიტექტორი? თუ საერთოდ ეს სამსახური და რას აკეთებს? მარტო ახალი ბინების აშენებას უყურებს და იქიდან გაყიდვას ამ ბინების არაბებზე და პაკისტანელებზე და ჯიბეში ფულის ჩადობას? არქიტექტორები რომ არის გარეუბნებში, მაშინ კიდე რა ქვია, მაშინ სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა ქალაქებში რომ არის, არა? იმათაც ისე რაიმე რომ დაშავდება ძველი სახლი, რომ დაინგრევა, არა? მაგენის პირდაპირი დანაშაულია მაგენი. არქიტექტორი უნდა ამოწმებდეს ამას და უნდა აკეთებდეს. ნახეთ, ერთი ბელარუსიაში ლუკაშენკო ყველგან დადის და ფერმებშიც დადის და ყველგან აკონტროლებს სიტუაციას, შემოკარგებო. ასე უნდა იყოს, ჩვენ ასე ვიზამთ, ასე გავაკონტროლებთ ყველგან იართ. გეუბნებით ამ პარლამენტში რომ შემოვართ ჩვენ, არა? ვერავინ ვერ გაჩერდება უსაქმურად. თუ კი რამსადმე დანაშაული კეთდება, არა? ყველა უნდა დანაშაული, თუ კი რამე არაწესიერია, შენობები დასაშლელია, ჩაგრავენ ადამიანს, ეს უნდა გავაჟღეროთ უნდა ჩვენ. ეს ოპოზიცია რო ვიქნებით, კონსტრუქციული ოპოზიცია. ხო და არ დავანებოთ ქართულ ოცნებას, იგი რა ქვია, ქართველი არის საწინააღმდეგო ქმედებები. მაგალითად, ის რო არის, რა ქვია, მიგრანტების ჩამოსახლება საქართველოში. ამაზე უნდა
აგერ იმან რა ქვია ხო ლაპარაკობენ ის არტიფოს ბიჭები შეუერთეთ იმას და ერთიანი ფრონტით არ უნდა დავანებოთ ამას და ეს მოთავდეს უნდა საქართველოში მოთავდეს უნდა მიტინგომანია მოთავდეს უნდა არავითარი მიტინგი და აიგზალება ისე იგი ქუჩის გადაკეტვა საერთოდ უნდა აიგზალოს ქუჩის გადაკეტვა თუ რაიმე მიტინგის სკვერში მოაწონეგეთ და იპოდრომზე წავიდეთ და ასეთ იმაში ადგილებში სადაც იგი არის დახურულ სივრცეებში ხო ქუჩების გადაკეტვა მით უმეტეს რუსთაველის პროცესზე აიგზალოს უნდა და უნდა პირდაპირ დიდი ჯარიმები უნდა იყოს დიდი ჯარიმები გათვალისწინებული ხო და კიდევ ამ იმაზე რაც დიტო ჩუბინიძე მილაპარიკა ნარკოტიკებზე ხო ნარკოტიკებზე დაუშვათ ხო ისე ყველა გაკონტროლდეს ყველა ჩაუტარდეს ნარკოტესტი სული 100%-იანია დიტო ჩუბინიძე და ირო ლაპარაკობდა აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს თუ გამოვლინდა ახლა მაგალითად შეიძლება იყოს როგორია ისი შეიძლება იყოს ნარკომანი მაგრამ არ იყოს მავნე არ იყოს იგი რა ქვია აგრესიულად განწყობილი არ იყოს ხო და შეიძლება და პირველი მაშინ შეიძლება ერჯერ ეპატიოს ადამიანს შეიძლება სხვა რამეში იყოს გამოჩენილი თავი კონდეს გამოჩენილი სხვა რამე ამბებში ხო და მაგრამ შემდეგ ისე გაფრთხილება უნდა მიეცეს გაფრთხილება არადაღა პირდაპირ აუგზალოთ ყველაფერი საქმიანობა ესეც შეიძლება არა აგრესიული ადამიანი და წესიერი ადამიანია მაგრამ რაღაც ჩავარდა ის რომ ღებულობს ნარკოტიკს ხო ეს უნდა გავითვალისწინოთ და უნდა მივცეთ ისე იგი შენიშვნა პირველი შენიშვნა და მეორე შენიშვნა კიდე და მესამე შენიშვნაზე უკვე შემდეგ აღსრულდეს ეს ამბავი გამოსწორდეს უნდა ვინც შეიძლება მისი გამოსწორებაც შეიძლება ხო და 20-ის მერი ახლა 20-ში მოვიწებოთ და შევდივართ მე პარლამენტში შევდივართ ჩვენ პირდაპირ პარლამენტში ჯდებით იქ ხო აბა დაგვიდგეს წინ ვინმე ერთი ვინ დაგვიდგება წინ ნაცები ან ვინ დაგვიდგება წინ ნახოთ ჩვენ ყველაფერს მოუვლით ჩვენ აღარ იქნება საქართველოში მშიერი ადამიანი აღარ იქნება მშიერი ადამიანი პირველი ეს იქნება აღარ იქნება საქართველოში იგი რა ქვია კბილი რომ ადამიანს ტკივა კბილი ტკივა ადამიანს და ვერ მიდის ვერ იღებს კბილს 50 ლარი უნდა კბილის ამოღებას დაპლომბვას 150 ლარი უნდა და მეტი მგონია კიდე ამიტომ ჩვენ უნდა გავხსნათ შემოკარგებო კონსტრუქციული ოპოზიცია ვიბრძოლოთ უნდა გავხსნათ ყველა დიდ ქალაქში თითო მაინც იგი რა ქვია თითო რომე კბილის ექიმის ხელფასი უნდა კონდეს მას ხო და იგი რა ქვია კბილის ამოღება და დაპლომბვა სოციალურად დაუცველთა ფენებისათვის სოციალურად დაუცველები ვინც არის ხო აუცილებლად ეს უნდა გაკეთდეს და წამლები კიდევ წამლებმა დაიკლოს უნდა ფასები ჩვენ უნდა თვითონ ჩვენ უნდა წავიდეთ აი კონსტრუქციულმა ოპოზიციამ ჩამოვიტანოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან წამალი ნამდვილი წამალი თორე ის წამალი კი არა რა ქვია ნარკოტიკები და იქ არა წამალი რომელიც მოხუცებს სჭირდება წამლები ასეთი აგერ თურქეთიდან აგერ იმიდან ეგრე რომ თქვა კახაკუკამ დავდიოდი და ამიგზალენ რა უფლებით აუგზალეთ იმ ადამიანს წამალის დაბალ ფასებში რო ყიდა წამალეს კარგად ბრძანდებოდეთ ჯანმრთელობას ბედნიერებას მარკს ენგელს ლენინ სტალინის დროშით კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით წინ კომუნიზმის გამარჯვებისაკენ. Pilati qavit, კარგად იყავით.